ნომერი 29. თენსის ამლეტი იყო კულინარიული ექსპერიმენტი, რომელშიც გამოიყენებოდა ყვავილოვანი მცენარე თენსი. ის ერთდროულად იყო ბალახოვანი, ტკბილი და მწარე. დღეს ვერც ერთ მენიუში თენსის ომლეტს ვერ ნახავთ. ძირითადად შუა საუკუნეებში აღდგომის პერიოდში მიირთმევდნენ. ეს კერძი შეიცავდა ტოქსიკურ ეთერზეთებს, რომლებიც ნერვულ სისტემასა და ღვიძლს აზიანებდა. სასიხარულო ის იყო, რომ ეს ომლეტები იშვიათი იყო, ამიტომ ჭამელები სერიოზულ ზიანს თავს არიდებდნენ. მაშინ ყველაფერი ცოტა სხვანაირად უნდა მომზადებულიყო, მათ შორის ხორციც. ნომერი 28. შუა საუკუნეებში ხორცის შოვნა ადვილი არ იყო, ამიტომ თუ რამეს იშოვიდი, თითოეული ნაჭერი უნდა შეგენახა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი ნარჩენების, ძირითადად ღორის ხორცის შესანახად იყო საუსი. როცა ის ცივდებოდა, ზედაფენად ჟელესმაგვარი საფარი წარმოიქმნებოდა ღორის კოლაგენისგან და გჯეროდეს თუ არა, დღესაც კი ჭამენ მას. გორის საუსი უცნაური კერძია, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს ენის ყურების და ქონის ნაჭრებს ხორცთან ერთად. დღეს მას ხშირად head cheese უწოდებენ და მისი გემო შეჩვევას მოითხოვს. მაგრამ თუ ხორცთან ერთად უცნაური ხეჭვადი ტექსტურები არ გაწუხებს და თანაც მარილიანი მჟავე ჟელეც მოგწონს, ეს კერძი დღემდე რჩება განსაკუთრებულ ფავორიტად ცივი ხორცეულის მოყვარულთათვის. შენი გლეხი წინაპრები ამას აუცილებლად დააფასებდნენ. ხანდახან ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რას შეძლებდი დაიჯერდი. ნომერი 27. უმეტეს შემთხვევაში გლეხებისთვის ნადირობა აკრძალული იყო, თუმცა ეს როგორც წესი მხოლოდ ტრადიციულ სანადირო ნადავლზე ვრცელდებოდა. მაგრამ გარეული მტრედები მენიუში ნამდვილად იყო. მტრედის ხვეზელის რეცეპტი მარტივი იყო. მტრედები ბადეში უნდა დაგეჭირა, თავი მოეკვეთე და ბუმბული მოგეშორებინა. შემდეგ ამზადე ბრალოდებდი უბრალოდ ცომს და რაც ხელთ ჰქონდა, იმით აწყობდი. და ალბათ გემრიელი იყო ვიდრე ჟღერდა. ეს იყო ნოყიერი კერძი, რომელსაც ზოგიერთი არისტოკრატი ჯერ კიდევ მიირთმევდა, ხოლო გლეხის ოჯახი, რომელსაც მისი მომზადება შეძლებდა, ერთხელ მაინც კარგად დანაკლდებოდა. და ეს ერთადერთი ფრინველი არ ყოფილა, რომელსაც ესეთი ბედი ეწია. ნომერი 26. შუა საუკუნეებში გადარჩენა რთული იყო, მაგრამ კიდევ უფრო რთული ხდებოდა, როცა კათოლიკე იყავი და დიდმარხვა იწყებოდა. ეს ნიშნავდა, რომ ხორცის ჭამა აკრძალული იყო, ამიტომ ეკლესია ზოგჯერ თავისუფლად ეპყრობოდა განსაზღვრებებს და პაფინებს, ხორცად კი არა, თევზად მიიჩნევდა. ეს როგორც წესი მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ, რომლებსაც პაფინები შემოეტანათ, ან ჩრდილოეთის სანაპიროებზე მცხოვრებ გლეხებს, რომლებიც ცდილობდნენ მათ დაჭერას. და თუ შეძლებდი მათ დაჭერას, გემრიელი საჭმელი იყო. პაფინებს როგორც წესი საკმაოდ მარტივად ამზადებდნენ, ღია ცეცხლზე წვალდნენ. ფაქტობრივად პატარა გრილზე შემწვარი ქათამივით იყო. მაგრამ ამდენი ძვლისა და თითქმის მთლიანად თევზისგან შემდგარი რაციონის გამო, მათ ძლიერ თევზის გემო ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ სარკის სამყაროს ვერსია, თევზი, რომელსაც ქათმის გემო აქვს. ხანდახან კი შენი საკვების წყარო პირდაპირ სახეში გიყურებდა. ნომერი 25. როცა ხორცს იღებდი, არაფერს არ კარგავდი და ეს ღორის ფეხსაც მოიცავდა. ეს ხორცის ნარჩენები ჩვეულებრივ კარგად იწმინდებოდა და შემდეგ დიდხანს იხარშებოდა, სანამ სუფრაზე მიიტანდნენ. გამოცდილება საკმაოდ ნოყიერია, თუნდაც ცოტა შემაშფოთებელი იყოს. ხორის ფეხებს შედარებით ცოტა ხორცი აქვთ, ბევრი ხტილი და კანი. ასევე უამრავი კოლაგენი, რომელიც ქვაბის გაგრილებისთანავე სქელ ჟელეს ქმნის. მათი ჭამა ხელების დასვრას მოითხოვდა, როცა მშიერი გლეხები ძვლებს წოვდნენ, რომ ყველა ნუტრიენტი მიეღოთ. დღესაც ეს ნაჭერი სამხრეთის სამზარეულოში გამოიყენება და შეიძლება კარგადაც მოუხდეს შემდეგ კერძს. ნომერი 24. გაფუჭებული ქვაბი. საჭმელი შეიძლება მხოლოდ გაფუჭებულ სადილს კი არ ნიშნავდეს. ეს შეიძლება სიკვდილსაც ნიშნავდეს, თუ ეს საკვების დიდი ნაწილი იყო. ამიტომ შენახვის მეთოდები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის დამწნილებაც. კომბასტო ერთ-ერთი ყველაზე იაფი და გამძლე ბოსტნეული იყო და კარგად ეწყობოდა ძმარს ან მარილწყალს, რის შედეგადაც მზადდებოდა ის, რასაც ხშირად მჟავე კომბოსტოს უწოდებენ, მაგრამ აქ ის უბრალოდ მოსაყრელი დამატება არაა. ხშირად ამზადებდნენ დიდ ქვაბში ფერმენტირებულ კრებულ კომბოსტოს, შერეულს იმ ხორცთან, რაც შხელთ ჰქონდათ და ამ ყველაფერს ჩაშუშულს თავაზობდნენ. გემო ალბათ ძალიან მჟავე იყო, მაგრამ ასეთი კერძი ნოყიერი გამოდიოდა და რამდენიმე ულუფაზე ყოფნიდათ. დღეს ვიცით, რომ ფერმენტირებული საკვები ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ სასარგებლო პრობიოტიკებს სასმელებშიც კი შეხვდებით. ნომერი 23. როდესაც გლეხებს მინდორში მძიმე ფიზიკური შრომისთვის ენერგიის აღდგენა სჭირდებოდათ, ისინი წყლის ნაცვლად უფრო ძლიერი სასმელის ძებნას იწყებდნენ. ამიტომ ბევრმა ადამიანმა ალეს ერთ-ერთ ძირითად სასმელად იყენებდა. ებდა. იმ დროს ლუდს მწვანილებით ხარშავდნენ და მასში დარჩენილი მარცვლეულიც ემატებოდა, რის შედეგადაც ეს მუქი სითხე გასაოცრად მდიდარი იყო საკვები ნივთიერებებით. ყველაფერი მშვენივრად ჟღერს, ერთი გამონაკლისის გარდა. იმ დროს ლუდი ყველასთვის იყო. ბავშვებს ხშირად დილაობით ალეს ჭიქას აძლევდნენ. ლუდი დაბალი ალკოჰოლის შემცველობის იყო და ბავშვებიც ეჩვეოდნენ მას. ლუდის ეს ტრადიციული სტილი ისტორიას არ ჩაბარებია. მისი თანამედროვე შთამომავლები გინესიცაა და შენი შემდეგი კვება ხშირად იმაზე იყო დამოკიდებული, რას მოიპოვებდი. ნომერი 22. რკოები. ისინი ძირითადად ციყვების საკვებია, ან მტკივნეული დარტყმა თავში თუ ხის ქვეშ გაივლი, მაგრამ შუა საუკუნეებში ისინი ბევრად მეტი იყო. ისინი საგანგებო საკვებად ითვლებოდა. შიმშილის დროს ხალხი რკოებს მიმართავდა. ისინი ადვილად იკრიფებოდა მიწიდან და მცირე ძალისხმევით შეგეძლო გატეხა. როგორც კი ნაჭუჭს მოაცილებდნენ, რბილი გულს შეეძლოთ ეჭამათ, ან გამოეყენებინათ ფაფად ან ფქვილის საფუძვლად.
თუ იცოდი, როგორ მოემზადები, ანუ მოხაშული რკოს გული, უსაფრთხოა საჭმელად, მაგრამ ძალიან წარეა მასში არსებული ტანინების გამო. მოხაშვა და შემდეგ გულის შეცვა შეიძლება სიღარიბეში მყოფი გლეხისთვის ნორმალური საჭმელი ყოფილიყო და ზოგჯერ ყველაზე უბრალო და შემაწუხებელი რაღაცებიც კი შეიძლება გადამრჩენელი აღმოჩნდეს. ნომერი 21. ახალი ბოსნეულის სიმცირის პირობებში და ისეთი ცნობილი ბოსნეულების როგორიცაა კარტოფილი და პომიდორი არ ყოფნისას სარეველები როგორიცაა ბაბუაწვერა და ქათმის ბალახი უხეში ბოჭკოების შეუცვლელი წყარო იყო. და თუ სწორად მოამზადებ, შეიძლება ვერც კი მიხვდე რა სჭამ. ბაბუაწვერას მთელი მცენარე ღეროს გარდა საკვებია, თუმცა ძალიან წარეა. თუმცა, როდესაც ადუღებ, სინწარე გამოდის და მცენარე კარგ მწვანილს წარმოადგენს. ის მდიდარია კალციუმით, რკინით და ვიტამინებით. იმ დროს ხალხმა ეს არ იცოდა, მაგრამ ეს ფოთლოვანი მწვანილები მათ ჯანმრთელად და ძლიერად ამყოფებდა. დღეს უკეთესი ვარიანტებიც არსებობს, თუმცა ზოგიერთი ბუნებრივი საკვების მოყვარული კვლავაც აგროვებს ველურ მწვანილებს. ნომერი 20. თუ საკმარისად გაგიმართლა და ღორს მიაგენი, არაფერს კარგავდი, მათ შორის სისხლსაც კი. შავი პუდინგი უფრო ცნობილია როგორც სისხლის ძეხვი, ერთ-ერთი უძველესი გლეხური კერძია. ეს არის დაფქული ჰორის ნაწილების ნაზავი, ჩვეულებრივ რაიმე სახის სახამებლით, მაგალითად შრის ფანტელით, როგორც შემკვრელი და შემდეგ დიდი რაოდენობით ღორის სისხლით. ეს ძეხვს მუქ წითელ ფერს აძლევს, რომელიც მოხარშვისას ჩვეულებრივ შელდება. და ეს სისხლი შეიძლება მისი საიდუმლო იარაღი იყოს. ხორცეულებს შორის შავი პუდინგი იაფია და გასაოცრად სასარგებლოა. სისხლი მდიდარია რკინითა და თუთიით. გემოს მხრივ, მას შეიძლება ჰქონდეს ძლიერი მეტალის გემო, მაგრამ სხვა მხრივ ეს ნოყიერი ზეხვია. მისი გარეგნობა და ტექსტურა შეიძლება არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ ეს გლეხური კერძი არასდროს გამოსულა მოდიდან. დღესაც კი შეგიძლიათ იპოვოთ იგი ბრიტანულ პაბებში, როგორც ტრადიციული ინგლისური საუზმის ნაწილი. და ზოგჯერ გაფუჭებული საკვების თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გზა ისაა, რომ თავად გააფუჭო. ნომერი 19. დღეს თუ ვინმე გახსნის რძის ბოთლს და იგრძნობს, რომ ის მჟავეა, ალბათ გადააგდებს მას. მაგრამ შუა საუკუნეებში ადამიანები სპეციალურად აძმებდნენ რძეს, რათა რძე უფრო დიდხანს ახალი შეენახათ. როდესაც რძეში რძემჟავა ბაქტერიები გროვდებოდა, რძე სქელდებოდა და მავნე ბაქტერიებს არ აძლევდა გავრცელების საშუალებას. ეს ადამიანებს საშუალებას აძლევდა რძე უფრო დიდხანს შეენახათ. თუ შეძლებ მის დალევას, რა თქმა უნდა. ეს არის სქელი, ნაჭრებად დაყოფილი მჟავე რძე, რომელიც ძალით უნდა გადაყლაპო. ის გაფუჭებულად მოეჩვენება ყველას, ვინც პირველად გასინჯავს, მაგრამ სინამდვილეში ის დღემდე დელიკატესად ითვლება ზოგ კულტურაში. ირლანდიაში მას კლავერს ეძახიან და იოგურტის შემცვლელად იყენებდნენ. და როცა საკვების შენახვა გჭირდება, უბრალოდ ვერ იქნები პრეტენზიული იმაზე, როგორ გააკეთებ ამას. ნომერი 18. ჭაობის კარაქი საკვების შენახვის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელიც შუა საუკუნეებამდე 1000 წლით ადრე გამოიყენებოდა. ცხოველის ცხიმი, ჩვეულებრივ კარაქი, თავსდებოდა ხის კონტეინერში და შემდეგ მარხავდნენ ტორფის ჭაობში. ეს ღრმა, ბნელი ჭაობის მსგავსი ჭაობები სავსეა მკვრივი ტორფით და ძალიან ცოტა ჟანგბადით. იდეალური პირობებია ელპობის შესაჩერებლად. და სწორედ ამიტომ ჭაობში ნაპოვნი სხეულები შეიძლება საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნდეს და გასაკვირია, მაგრამ ასევე შეიძლება კარაქიც, მაგრამ შეჭამდით უძველეს კარაქს სიღმიდან. კარაქი, რომელიც ასე მოკლე დროით ინახებოდა, სავარაუდოდ საკვები იყო და ჩვეულებრივ გემო ჰქონდა, როცა ზედმეტ ჭაობის ტალახს მოაცილებდი. თუმცა, უძველესი ჭაობის კარაქი თანამედროვე დროში გამოიკვლიეს. ის უკიდურესად მძაფრი და მიწის სუნის მქონეა, თითქოს ხავს ან ძალიან მძაფრ დაძველებულ ყველს ჭამდა. რა თქმა უნდა, თუ 1000 წლის კარაქს სინჯავ, უძველესი დროის საკვების უსაფრთხოებაში დიდ ნდობას უნდა გამოუცხადო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ხალხი სიამოვნებისთვისაც გადიოდა, თუ ამას ასე შეიძლება ეწოდოს. ნომერი 17. საშუალებრივ საუკუნეებში ხორციანი კერძის მიღების საუკეთესო გზა ხშირად შენი დამსაქმებლის გულუხობა იყო, მაგრამ ალბათ საუკეთესო ნაჭრებს ვერ მიიღებდი. როცა დიდგვაროვანი ირემს მოკლავდა, მის მსახურებს ან მუშათა კლასის მონადირეებს ხშირად ორგანოებს აძლევდნენ, როგორც სიამოვნებას. ეს ორგანოები იყენებდნენ კერძში, რომელსაც amble pie ეწოდებოდა. ეს იყო მარილიანი ღვეზელი, რომელიც მთლიანად ირემის შინაგანი ორგანოების გამზადდებოდა. იმ დროისთვის ეს იშვიათი ნუგბარი იყო. მაშინ ხალხს არჩევანის დიდი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ღვეზელი ჩვეულებრივ შეიცავდა ორგანოებს, დიდარ ჩაშუშულში, ბოსტნეულთან და იმ სანელებლებთან ერთად, რაც ხელთ ჰქონდათ. თუ ზედმეტად არ დაფიქრდებოდი რა იყო შიგნით, ალბათ ძალიან გემრიელი კერძი იქნებოდა. ბრიტანელები, რომლებიც დახვეწილი გემოვნებით არიან ცნობილი, დღესაც აგრძელებენ მის მემკვიდრეს, სტეიკისა და თირკმლის ღვეზელს ჭამას. და ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როცა ისინი შიგნეულისგან გურმანულ საკვებს ამზადებდნენ. ნომერი 16. შეჭამდი ნაგავს. სახელის მიუხედავად, ეს იყო ჩაშუშული კერძი, რომელიც მზადდებოდა ქათმის ნარჩენი ნაწილებისგან, თავების, თათების, ღვიძლისა და კუჭისგან, არომატულ ბულიაში. პურის ნაჭრები ემატებოდა წვენის შესაწოვად და კერძის გასაზრდელად. შემდეგ ნელა იხარშებოდა, სანამ თითქმის შეუძლებელი ხდებოდა იმის გარჩევა, რა იყო შიგნით. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი იყო, რაც შუა საუკუნეების გლეხს შეეძლო ეჭამა. ნელი ხაშვა ქათმის თათებს ბევრად ადვილად ასაცილებელს ხდიდა ხორცსა და თხავს. მაგრამ ერთი დეტალი იყო, რაც შეიძლება თანამედროვე მჭამელს არ მოეწონოს. ქათმის თავებს მთლიანად ამატებდნენ.
ამ გამოკვებელი ჩაშუშულის თითოეულ გოლსთან ერთად არასდროს იცოდი, როდის შეხედავდი ერთ-ერთს პირდაპირ თვალებში და როცა ტავერნის მეპატრონეს საჭმლის გაწელვა სჭირდებოდა, იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ნომერი 15. ტავერნებში მუდმივად მოდიოდნენ დაღლილი მოგზაურები. ამიტომ სასარგებლო იყო, რომ ქურაზე ყოველთვის ჩაშუშული ედგათ და როცა ვამბობთ ყოველთვის, ვგულისხმობთ ყოველთვის. მარადიული ჩაშუშული, რომელსაც მონადირის ჩაშუშულსაც ეძახიან, ჩვეულებრივ მზადდება ხორცისა და ბოსტნეულისგან და ის არასდროს იცლება ბოლომდე. როგორც კი მას მიართმევდნენ, საჭიროებისამებრ ამატებდნენ ხორცს, ბოსტნეულს და სითხეს. და ის ყოველთვის ცხელი ინახებოდა, რომ არ გაფუჭებულიყო. ყოველი პორცია განსხვავებული იყო. ზემოდან შეიძლება ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ხოლო ქვემოდან უფრო ხორცისა და ბოსტნეულის მასას გავდა. ორივე შემთხვევაში გემოები გასაოცრად გავდა ერთმანეთს. დროთა განმავლობაში ყველაფრის უნიკალური შერევის გამო ამ წვნიანმა ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა. ზოგი თანამედროვე რესტორანი მასაც კი ამზადებს, როგორც ისტორიული სამზარეულოს არნიშნას. მაგრამ აუცილებლად გადაამოწმე რას სვამ. ვერ წარმოიდგენ რას შეიძლება ამატებდნენ. ნომერი 14. ქათმის ელი ზუსტად ისაა, რაც გონია. ეს იყო მარტივი, მაგრამ შემაშფოთებელი სასმელი. Stand-up to Lails ხარშავ და შემდეგ ამატებ მას ნახევრად მოხარშულ გამოტანილ ქათამთან ერთად სტომარაში. ასევე უმატებდნენ ხილსა და სანელებლებს. ეს ამატებდა ფრინველის საკვებ ნივთიერებებს თკბილ სასმელს და ქმნიდა უფრო საკვებ ლუდს. მაგრამ როგორი გემო ჰქონდა? ამ სიაში ჩამოთვლილთაგან ეს ალბათ ყველაზე შორს დგას იმ სასმელებისგან, რასაც დღეს ვსვამთ. თუმცა თკბილი ნოტები და ლუდი ალბათ დაფარავდა ფრინველის ხორცის გემოს. და მოდი გულწრფელად ვთქვათ, რამდენიმე ჯიქის შემდეგ მართლა მნიშვნელობა აქვს რას ვსვამ. ხანდახან საქმე იმაში არ არის, რა არის კარგი, არამედ იმაში, რას შეძლებ დაიჯერ. ნომერი 13. შუა საუკუნეებში გლეხებს ნადირობა ფართოდ არ ჰქონდათ ნებადართული, მაგრამ მაინც ხდებოდა. პატარა ცხოველების დაჭერა და მომზადება იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, რომ დიეტაში ცილა მიგეღო. ერთ-ერთი ყველაზე ადვილი დასაჭერი იყო ბაყაყი და ეს შეიძლება შენს გქონდეს გასინჯული. ბაყაყის ფეხები ჩვეულებრივ ფრანგულ რესტორნებშია პოპულარული, მაგრამ იმ დროს უფრო ხშირად უბრალოდ შამფურზე აწყობდნენ და ღია ცეცხლზე წვავდნენ. ფეხები მაინც საუკეთესო ხორცს იძლეოდა, მაგრამ ძვლიანი ტანიც ცოტაოდენ ხორცს შეიცავდა, რომელსაც ან აძრობდნენ, ან სუპში იყენებდნენ და როგორც დღეს, მაშინაც ალბათ ქათმის ხორცს წააგავდა გემო. და ისინი ალბათ უფრო სუფთები იყვნენ, ვიდრე შემდეგი. ნომერი 12. ვირთხები, მხოლოდ მავნებლები კი არა, ჭირიც არიან. დღეს ჩვენ ვერ ვიულობთ იმ დაავადებებზე, რასაც ისინი ავრცელებენ, მაგრამ შუა საუკუნეებში ხალხს ისინი უფრო მარტივი მიზეზის გამო ეშინოდა, საკვების მოპარვა ან გაფუჭება. ამიტომ მათი დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გლეხებს ბევრი რამ უნდა მომხდარიყო, რომ ვირთხების ჭამაზე ეფიქრათ. ეს მხოლოდ უკიდურესად სასოწარკვეთილ შემთხვევებში ხდებოდა, მაგალითად სამხედრო ალყების ან ეპიდემიების დროს, მძიმე შიმშილობისას. როგორი გემო ჰქონდა? ბაყაყებისგან განსხვავებით, დღეს ბევრ ადამიანს ვირთხების ჭამას ვერ ნახავთ. ასე რომ, საუკეთესო მაგალითისთვის უნდა მივმართოთ ტელეშოუს Survivors, სადაც შიმშილმა მოთამაშეები აიძულა ბორნეოს ველური ვირთხა დაეჭირათ და ეჭამათ. მათ აღწერეს, როგორც ძლიანი, ნანადირევის მსგავსი გემოს მქონე და არც ისე გემრიელი. მაგრამ როცა შიმშილობ, ეს არაფერზე უკეთესია. მაგრამ რამდენად უნდა იყო მშიერი, რომ ეს სცადო? ნომერი 11. შაქარი, რომელსაც ჩვეულებრივ შაქრის ლერწმისა და ჭარხლისგან იღებენ, შუა საუკუნეებში ფართოდ არ მოჰყავდათ. ამიტომ ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი თაფლი იყო. მას ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა. თაფლი თუ სწორად შეინახება, იშვიათად ბუჩდება, მაგრამ ერთი დიდი უარყოფითი მხარე ჰქონდა. მისი მოპოვება სკებიდან იყო საჭირო, რაც შუა საუკუნეების მეფუტკრეებს დასუსხვის რისკის წინაშე აყენებდა. ამდენი შრომის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ისინი ცოტას საკუთარ თავსაც იტოვებდნენ. არსებობს ცნობები, რომ მეფუტკრეების კიდან პირდაპირ ჭამდნენ თაფლის ფიჭის ნაჭრებს. ზოგიერთი ბუნებრივი საკვების მოყვარული დღესაც სიამონებით მიირთმევს მას. მას აქვს ცვილისებრი გემო, რომელიც თაფლით არის სავსე, მაგრამ ხანდახან სიურპრიზით შეიძლება იყოს. შიგნით შეიძლება 1 ან 2 ფუტკრის მატლი აღმოჩნდეს. უბრალოდ ცოტა დამატებითი ცილა, მაგრამ თუ შემდეგ დელიკატესს მიირთმევთ, ალბათ სხვა არაფერი გექნებათ გარშემო. ნომერი 10. გალიები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველად ითვლებიან. ერთი გუნდი შეიძლება მთლიანად გააშიშლოს, მინდვრები და მთელი რეგიონის საკვების მარაგი გაანადგუროს. როდესაც მოსავალი აღარ არის და შიმშილი ახლოვდება, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები საბოლოოდ თავად იწყებენ ამ მწერების ჭამას. ეს გალიები როგორც წესი იწვება, რის შედეგადაც ხრაშუნა გარე ნაწილი თხილის გემოსირებს, ხოლო რბილი შიგთავსი ტექსტურით ცოტათი კრევეთს გავს. ისინი როგორც წესი დიდი რაოდენობით იკრიფება და ქვაბში იხარშება, ამიტომ მათი ჭამა ცოტათი მწერების პოპკორნის ჭამას გავს. და რადგან ისინი როგორც წესი მხოლოდ მცენარეულ საკვებს ჭამენ, უფრო სუფთა საკვებად ითვლებიან ვიდრე სხვა მწერები. ანუ თუ შეძლებთ, რომ მათი მწინავი თვალები, რომლებიც გიყურებენ, არ შეგაშინოთ. მაგრამ როცა საქმე საგანგებო რაციონს ეხება, ამაზე უფრო საზიზღარი ცოტა რამ თუ არსებობს. ნომერი 9. ლოკოკინები. შუა საუკუნეების გლეხებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გასაოცარ საკვებს ყაროდ იქცა. ზოგიერთ ბერს ლოკოკინების ბაღებიც კი ჰქონდა, სადაც ეს ნიჟარიანი არსებების საკვებად მოჰყავდათ.
ჯერ ლორწოს დიდ ნაწილს აშორებდნენ, რის შემდეგაც ამ სითხეს სინამდვილეში სვამდნენ კიდეც. უფრო ლორწოვანი შიშველი ლოკოკინები კი ნამდვილი სასოწარკვეთილების საკვებად ითვლებოდა და მხოლოდ მაშინ ჭამდნენ, როცა საკვების პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. შებრაწული ან მოხარშული ლოკოკინები ნიჟარიდან ამოღების შემდეგ უფრო ღეჭვად ტექსტურას იღებს, თუმცა თავად დიდად არ გამოირჩევა გემოთი. ამიტომაც დღესდღეობით მათ ხშირად მწვანილებითა და კარაქით ამზადებენ. რაც შეეხება შიშველ ლოკოკინებს, მათ თითქმის არასდროს ჭამენ. არც ერთი ეს ცხოველი არ უნდა მიირთვა თუმად, რადგან ისინი შეიძლება სასიკვდილო პარაზიტების მატარებლები იყვნენ. მაგრამ შემდეგი ცხოველი მხოლოდ მომზადებით არ არის რთული. მერვე ნომერი შუა საუკუნეებში თითქმის ნებისმიერი პატარა ძუძუმწოვარი ნადავლად ითვლებოდა, თუმცა ზღარბები განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნიდნენ. მათ მოსამზადებლად ეკლიან ცხოველებს ცხელებს ცხელი წყალში ავლებდნენ, რათა თავდაცვითი პოზიდან გამოეყვანათ. როცა გაშლიდნენ, ჭრიდნენ, ასუფთავებდნენ და წვავდნენ. ცოტა ადამიანი, ვინც დღეს ზღარბის ხორცს აგემოვნებს, მას რბილად აღწერს. უფრო კუდღლის ან ღორის ხორცს ამსგავსებენ. მაგრამ უმეტესობისთვის ალბათ ეს შრომად არ ღირს და ეს ერთადერთი საკვები არაა, რომელმაც შეიძლება თავადაც გიკბინოთ. ნომერი 7. შიმშილი ადამიანებს უცნაური რაღაცების ცდას აიძულებს, რაც შეიძლება ერთადერთი მიზეზი იყოს, რატომაც ვინმე მცენარეს, რომელიც პატარა მტკივნეული ბუსუსებითაა დაფარული, გასინჯავს. ჩინჭარი გავრცელებული სარეველა მცენარეა, რომლის მოცილებაც რთულია, მაგრამ ფოთლების მოხარშვა ანადგურებს მტკივნეულ ქიმიკატებს და ანეიტრალებს პატარა ბუსუსებს, რომლებიც ამ ქიმიკატებს უშვებენ, რის შედეგადაც მისი ჭამა უსაფრთხო ხდება. ისპანახის მსგავსად, ის ფოთლოვანი მწვანილის შეუცვლელი საკვები წყარო იყო და ხშირად იყენებდნენ სუპებსა და ჩაშუშულებში, მაგრამ დღეს ხალხმა მისთვის სხვა დანიშნულება იპოვა. გაერთიანებულ სამეფოში ჭამის კონკურსის მონაწილეები ეჯიბრებიან ერთმანეთს თუ რამდენად ბევრ ამ მტკივნეულ მცენარეს შეძლებენ შეჭამონ. შიმშილი იწრევს სასოწარკვეთილ ქმედებებს და არასდროს იცი, რას იპოვი შენ საკვებში. მე-6 ნომერი შუა საუკუნეებში პურიც კი უსაფრთხო არ იყო. ის გლეხებისთვის ძირითადი საკვები იყო, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ფქვილი ადვილად ხელმისაწვდომი იყო. როცა ფქვილი არ იყო, მცხოვრებლები იძულებულნი იყვნენ გამოსავალი ეპოვათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პურში არასასარგებლო ნივთიერებების დამატება კანონით იყო აკრძალული, 1266 წელს მიღებული პურისა და ლუდის ასიზის მიხედვით, ზოგი მცხოვრებელი მაინც ცდილობდა ფქვილის მარაგის გაწევას. ისინი ცომს უმატებდნენ შემავსებლებს, რომლებიც ტექნიკურად საჭმელად ვარგისი იყო და სავარაუდოდ ზიანს არ მიაყენებდა. ყველაზე ხშირად იყენებდნენ დაფქულ ლობიოს, ოსპს და ზოგჯერ თუნდაც ხერხის ნამსხვრევებს. როგორი გემოექნებოდა ასეთ გაალბებულ პურს? ზოგ შემთხვევაში ცუდი პურივით. მაგრამ რისკი მაშინ ჩნდება, როცა რაღაც სწორად არ არის დაფქული. ხის ქერქის ნაჭერი, თიხის გუნდა ან ძვლის ბასრი, ნატეხი შეიძლება მშვიდ სადილს დახჭობის საგანგებო შემთხვევად აქცევდეს. მშრალი, ცუდი გემოს პური, ასევე შეიძლება საშინელ კუჭის აშლილობას იწვევდეს. ამიტომაც, თუ მცხოვრებლები წესებს არ ღვივდნენ, მათ საზოგადოებრივი დასჯა ელოდათ. მაგრამ, ჰეი, მაინც ხომ შეიძლებოდა მასთან გემრიელი ხილი შეგვერწყა, არა? ნომერი 5. ეს ისაა, რაც თავადაც შეგიძლია სცადო. ველური ვაშლები თითქმის ყველგან იზრდება და მათი ადვილად მოკრეფა და უცებ წახემსება შეიძლება. ისინი ჩვეულებრივ ვაშლს გავს, მაგრამ გემო ნამდვილად არ აქვს ვაშლის. ერთი ლუკმა ალბათ საკმარისი იქნება, რადგან ისინი ძალიან მჟავეა და მწარე გემო აქვს, მაგრამ შუა საუკუნეებში გამოსავალი იპოვეს. ველური ვაშლი იმ დროს მნიშვნელოვანი ხილის კულტურა იყო. ხილს ხშირად ხარშავდნენ და თაფლით ტკბილებდნენ. მაშინაც არ უყვარდათ მათი უმად ჭამა, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი ხილი კარგ სოუსს ქმნიდა. ის ასევე გამოიყენებოდა სიდრის დასამზადებლად, რათა შეექმნათ შუა საუკუნეების დიეტის ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ალკოჰოლური სასმელები, მაგრამ სულ მცირე, უმეტესობა კერძებისა უკან არ გიყურებთ. ნომერი 4. ზუსტად ისე, როგორც ხალხს პატარა ცხოველებზე ნადირობა უწევდა ხორცის მისაღებად, ასევე უნდა დაკმაყოფილებულიყო ნით რენ იმიტრიდან დაიჭერდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნადავლი გლეხებისთვის იყო გველთევზა, რომელიც წყალში უხვად იყო და მავნებლადაც ითვლებოდა. გველთევზა ძვლიანია, ამიტომ როცა მას ხარშავენ, ბულიონში ჟელესებურ ტექსტურას ქმნის. გრძელი წვრილი თევზი ძირითადად მთლიანად იჭმებოდა, რადგან პატარა ძვლები და ხრტილები ხარშვისას იშლებოდა და გჯეროდეს თუ არა, ის დღესაც პოპულარულია. თავდაპირველად ჟელეში ჩასმული გველთევზა უბრალოდ ხარშვის შემთხვევითი შედეგი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კერძი განვითარდა. მზარეულებმა დაიწყეს არომატული თევზის ბულიონის მომზადება, რომელსაც მუსკატის კაკალსა და ლიმონის წვენს უმატებდნენ. შემდეგ კი გველთევზას ჭრიდნენ, რომ ნაჭრები ჟელეში გამაგრებულიყო. მე-18 საუკუნეში გველთევზისა და პიურეს სახლები ლონდონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნად ითვლებოდა. ზოგჯერ გლეხური საკვებიც კი პოპულარული ხდება. ამ მოულოდნელმა კერძმა კლასიკური გამონაკლისით ისარგებლა. მესამე, თახვებზე ხშირად ნადირობდნენ მათი ბეწვისთვის, მაგრამ შუა საუკუნეებში მათ კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდათ. ეს ნახევრად წლის ძუძუმწოვრები კიდევ ერთი ცხოველი იყო, რომელსაც მარხვის დროს ხორცად არ მიიჩნევდნენ გულუხვი მღვდლები, რომლებიც შიმშილის თავიდან აცილებას ცდილობდნენ და მათი კუდი მოულოდნელად დელიკატესად იქცა. მისი ჭამა ნამდვილად უცნაური გამოცდილება იყო. მღვდლები ამართლებდნენ ამას კუდის ქერცლიანი ზედაპირით, რის გამოც ის ნახევრად ხორცად, ნახევრად თევზად ითვლებოდა. ამიტომ მარხვაში მხოლოდ კუდის ჭამა შეიძლებოდა.
კუდს აღწერდნენ, რომ გველთევზას გემო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ცხიმიანი ნიჩბის მსგავსი კუდი იმ დროს გავრცელებული დელიკატესი იყო და დღესაც ძალიან ფასობს ველური ნანადირევის მოყვარულებში. შენახვა იმ დროის ჩვეულებრივი რამ იყო, მაგრამ ეს შეიძლება ყველაზე ძლიერ კუჭსაც კი გამოცდას უტარებდეს. მეორე, თევზის შენახვა რთული საქმე იყო და ხშირად საჭიროებდა ძლიერ დუღილს, რომ საკვებად ვარგისი დარჩენილიყო. შედეგად მიიღებოდა კერძი, რომელსაც მხოლოდ ყველაზე ძლიერი კუჭის მქონე ადამიანები თუ გაუძლებდნენ. ამის გამო ფერმენტირებული ზვიგენის კერძი, ჰაკარლი, გავრცელებული იყო ისლანდიაში. შვედეთში კი ასევე მძაფრი სუნის მქონე ფერმენტირებული ქაშაყი, სიურსტრემინგი, უფრო გავრცელებულია. ორივე შემთხვევაში ჯერ სუნს იგრძნობთ, შემდეგ კი გემოს. ჰაკარლი შეიცავს დიდი რაოდენობით ამიაკს, რის გამოც გახსნისას მას ძლიერი ქიმიური სუნი აქვს. ხალხს ხშირად ურჩევენ, რომ პირველი ლუკმის დროს ცხვირი დაიჭირონ, რომ გულისრევა არ დაემართოთ. სიურსტრემინგი დღეს ძირითადად კონსერვში ნიმოაქვთ. მის გახსნას შეუძლია ოთახი დააცარიელოს თავისი ძლიერი მჟავე და თევზის სუნით, რაც მარილწყალში დაყენების შედეგია. ორივე მეთოდი თევზის უსაფრთხო ჭამის საშუალებად ითვლება, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე საზიზღარ საკვებადაც მიიჩნევა. მაგრამ ერთი ბოლო საკვები ყველაზე ცუდ თვისებებს აერთიანებს. პირველ რიგში ლამპრეა არის პრიმიტიული, უხბო თევზი, კბილების რგოლით, რომელიც გავს შემაშფოთებელ უცხო პლანეტელს, თითქოს ვიღაცას სულს უწოვდეს. ეს პირველყოფილი არსებები სხვა თევზებს ეკვრიან და მათგან წყიულ ნაკბენებს აკეთებენ, მაგრამ შუა საუკუნეებში ისინი ასევე ფასეული ნადავლი იყო და მარხვაში ძალიან პოპულარული. ლამპრეას ჭამდნენ როგორც გლეხები, როცა შეძლებდნენ დაჭერას, ასევე მაღალი ფენის წარმომადგენლებიც. როგორც წესი, მუქარის მომგრელი კბილები ამოქონდათ, სანამ მაგიდაზე მიიტანდნენ. მაგრამ სწორედ მათი მიტანის წესი იყო ის, რაც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობდა. ლამპრეას როგორც წესი ამზადებდნენ ასე: თევზს ამოაცლიდნენ შიგნეულობას, შემდეგ ხარშავდნენ და მის სისხლს ინახავდნენ სოუსის მოსამზადებლად. უფრო დახვეწილ რეცეპტებში ხშირად იყენებდნენ ღვინოს ან კონიაკს, მაგრამ კლასიკური კერძები უბრალოდ გველთევზას მისსავე სისხლში ამშიამზადებდნენ. მაგრამ ამ გროტესკული სანახაობის მიუხედავად, ეს კერძი იმდენად პოპულარული იყო, რომ მეფე ჰენრი მოწნობისას კი უყვარდა. უცნაური და საზიზღარი საკვები მხოლოდ შუა საუკუნეებით არ შემოიფარგლება. გაეცანით 20 ამერიკულ საკვებს, რომელთა ჭამაც 10 კი იცოდით, რომ აკრძალულია. ან უყურეთ ამ ვიდეოს.